საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივითა და ბოლნელი მთავარ ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით ორდღიანი ეთნო-ფესტივალი საქართველოს ისტორიას, ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს, რომლის მიზანია რეგიონის განვითარება, ქართული კულტურის ტრადიციული დარგების წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია. ქართული იდეა მოიცავს თავის თავში ეგეთ სამ ღირებულებას: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. თავისთავად ცხადია, რომ როგორ გინდა დააკავშიროს სამშობლო და ადამიანები, ზუსტად ამ ჩვენი ძვირფასი კულტურით, რომელსაც ანალოგია რა აქვს დედამიწის ძვრს. აი აქედან გამომდინარე ბოლნისშიც გადავწყვიტეთ, მოგხსენებათ ეთნიკურად მრავალფეროვანი მხარეა და აქ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება ამას. თუმცა ვაფასებთ აუცილებლად იმ არაქართველი, მაგრამ ძირძველი აქ მაცხოვრებელი ადამიანების ტრადიციებსაც, მათ დამოკიდებულებას ჩვენი კულტურისადმი, მათ მოწიწებას და აქედან გამომდინარე მათაც ვაძლევთ საშუალებას თავიანთი კულტურა წარმოაჩინონ. ეთნო-ფესტივალის პირველი დღის აქტივობებს ბოლნისის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ქართული ტრადიციული კულტურა და თანამედროვეობა. თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამეცნიერო წიგნები. კონფერენციის დასრულების შემდეგ პროექტ სამშობლოს ცოდნეობის ავტორმა მოსწავლე ახალგაზრდებთან სემინარი გამართა. ძირითადი მიზანი, აი თვითონ მაინც ეს ამ ფესტივალის უმთავრესი ხაზი მაინც იყო რა, ძველი ქართული ტრადიციული ხელოვნების თანამედროვეობაში აღორძინება და განხორციელება. ანუ ის ქალბატონები, ის ბატონები, რომლებიც მოღვაწეობენ დღეს დეკორატიული გამოყენებით ხელოვნებაში, ესენი აგრძელებენ იმ გზას, რომელიც უძველესი დროიდან გამოვიარეთ ჩვენ, რასაც თქვათ, ნაქარგობა ქვია, თქვათ, ხეზეკვეთა ქვია, ქვის დამუშავება ქვია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კონფერენციის ყველა მომხსენებელს მაინც ქონდა აი ეს, ესე იგი, ძველი და მისი განხორციელება ახალში. ჩვენ ეს ნიჭი, რაც მოგვეცა, ეს მამაპაპისგანის ტრადიცია, რაც მოგვეცა, ჩვენ უნდა ეს მთელი ჩვენი ღონე, სიყვარული, ენერგია ჩვენი სამშობლოს, ასე თქვათ, გადარჩენას, ფეხზე დადგომას, აღორძინებას მოვახმაროთ და ბოლოს ყველაზე მთავარი სიყვარული ურთიერთშორის, ეს არის ჩვენთვის ყველაზე არსებით, იმიტომ რომ პატრიარქი ასეთ სიტყვას ბრძანებს ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ რატო გვებრძვის ასე გამალებით ყველა გარშემო, იმიტომ რომ ქართული კაცის გულმა ჯერ ის სიყვარული შეინარჩუნა, რაც ოდითგან მოდის და აი ამ სიყვარულს ებრძვის მსოფლიო. ეს არის სიყვარული მოყვასისა და მტრის მიმართ. აი ჩვენ გვინდა რომ ეს სიყვარული გაუღვიოთ ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას, ზოგადად ერში იყოს ეს სიყვარული. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მწერალთა სახლის ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის ცოცხალი წიგნების მკითხველთა შეხვედრა. ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება მოსწავლეებს გააცნეს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატით წარიმართა. ჩვენ წარმოვადგენთ ცოცხალ წიგნებს, რომელიც არის მწერალთა სახლის პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მოხარულები ვართ, ბედნიერები ვართ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ვიღებთ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, რომ ცოცხალი წიგნების პროექტის მიზანი არის, რომ ავტორები და მკითხველები ერთმანეთთან დაახლოოს, გააცნოს ერთმანეთს, პოპულარიზაცია მოახდინოს ლიტერატურის. ეთნო-ფესტივალის პირველი დღე, რომელსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სადროშოები და მოსწავლე ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ჭადრაკის სეანსით და წყალზე ხატვის მასტერ-კლასით დასრულდა.